ვინ ხარ? გურჯები ვარ, გურჯები. გურჯები მი ხოშკელდუნო სეფაიგე. გურჯები ვარ, გურჯული ვიცი, თურქჩა არ ვიცი. არ ვიცი. რა ხარ? ჰაიდან ხარ? ხოშკელდუნო. ჰაიდან ვარ და ტიფლისიდან ვარ. აი მოდით ოლესა, აი მოდით. გამარჯობა, გამარჯობა. გიმი ხარ და რო დაგინახე. დაშვები, როგორ მიდის საქმეები? ჰაიდან ხარ? მითხარი, გვარი? ტიფლისიდან ვარ, ტიფლისიდან. ტიფლისიდან. ტიფლისი. ფიტლისი. კი, ფიტლისი. ფიტლისი. ქართველი ხარ? ქართველი ვარ, აბა. გიმი ხარ და ჩვენ მევედით აქ რომ გურჯები გამოვწიოთ. რატო გამოწიოთ? ამ ლამაზი სახკარის უკანასკნელი პატრონი მხოლოდ რეჯებ ბაირახტარია. ამიტომ იგი საკუთარ თავს იეთიმს, ანუ მარტო ხელას უწოდებს. ტკივილიან გრძნობას კი სამშობლოდან სიშორე უფრო ამძაფრებს. ახლა ძველი ამბები კიდე რას მეტყვი? ძველი რა გითხრათ, ჩემონენეო. Asta se găra gamera dunia. Pătrați pas așlele macrom, yetimi var da mart mai var stam saxi. Asta var işte. Ertesi sklivar telbetta. Boyna ertat var. Çemisuli guli ikarit boyna tkonertat. Ya. Çünkü mikvars çünkü çöre buri ya. İkosta talaxi kosu vamufya. Çöre buri kosvaks. Ya. Çöni kays sitva esari. ქართველების დანახვით გახარებული მოხუცი ძველსა და ახალ ამბებს ერთნაირი მონდომებით ყვებოდა. ამბობდა ლექსებს და მღეროდა კიდეც, რადგან იცოდა რომ მის მონათხრობს სამშობლოში მოისმენდნენ. ნელემ გაბაში მიკერა ზეთი მისხაღილებიო ნევრატო მარმათხვეფ რანცგარუნცკი თვიარებიო Optululi go tululi patsyav tululi la 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 la. Ამდენ işte. გურჯი ჩიფლიქტი, ანუ ქართველთა მეურნეობა, ასე ჰქვია სოფელს, რომელიც ჩვენმა თანამემამულეებმა მე-19 საუკუნის დასაწყისში გააშენეს. სამშობლოდან გადახვეწილ ქართველობას სარჩო საბადებლის მოსაპოვებლად მაშინ უმძიმესი დღეების გადატანა უწევდათ. შაში დღეები დუნახიან. შაში დღეები გუდუხტუმლებიან. აიტირებდა. Hem laparikepta, hem bitirepta. Çorat bitireptit. Hem duğureptit, hem bitireptit. აბა კარგად. გურჯი ჩიფლიქტიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით კიდევ ერთი ქართული სოფელი ეფთენი მდებარეობს. ჩემი ბაბაი ერთი წლის ყოფილა, იქიდან გამოსულა ბათუმიდან. აქ მასპინძლობა 92 წლის მოხუცმა აისე ჩაქარმა გაგვიწია. მან ქართული კერძები, ჭადი, ფხალლუბია, ფელამუში საგანგებოდ მოამზადა და სუფრასთან მიგვიპატიჟა. თუმცა ის რაც აისე ჩაქარის მონათხრობიდან მოვისმინეთ, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.